გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი მიმართვა პირველ რიგში ეხება ქართულ ახალგაზრდობას. მაგრამ ეს შეეხება ყველა თაობის ადამიანებს. იმდენად რამდენადაც სიპიროვნებაზე, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ყველა მიცით, მაგრამ რამდენად კარგად ვიცნობთ მას, რა დაგვიტოვა მან, მე შევეხები სწორედ ამას. მისი ცხოვრება მრავალი ათეული წელია პოლიტიკურ ბრძოლებში იარაღად გადაიქცა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ის ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და ქმნიდა, რთულია ზედაპირულად აღსაქმნელად. დიახ, მის მოღვაწეობას სჭირდება ღრმად გააზრებად და არა სადღერძელოების წარმოთქმა, ან მხოლოდ ნეგატიურ ან დადებით კონტექსტში მისი მოხსენიება. არამედ მას სჭირდება სწორად გადაფასება, სუფთა გული და გონება და არა მიკერძოებული მკვლევარი ან პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტი. ამიტომ მის პიროვნება სჭირდება ფრთხილი მიდგომა იმისათვის, რომ არ გადავიდეთ დაუკრეფავში, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ცხადია, რომ მისი დაუძინებელი მტრებისგან მოედინება ის ღვარძლიანი ნიაღვარი, რაც პრაქტიკულად მათ სრულ უმეცრებას ამტკიცებს, რომლებსაც არც უნდათ და არც უცდიათ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ინტელექტუალურ ჭრილში გადაფასება. ეს მათი უბედურებაა და მათი თავსატკივარი, რომ ბოღმა უბნელებს თვალებს და გონებას და უკვე მრავალი ათეული წელია ინტელექტუალურ ფსკერზე არიან დასული. მაგრამ ვინ არიან ამ ადამიანის მტრები, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან თითქმის ერთი საუკუნის წინ მოღვაწეობდა? იქ, სადაც შემეცნებისთვის ლოგიკა სუსტია, როგორც წესი, იქ მხოლოდ ემოციური აღქმაა შესაძლებელი. ან უფრო მარტივად რომ ითქვას, უბრალოდ გრძნობები. დიახ, მათ ვისაც გაგება არ შეუძლიათ, უნდა ეცადნონ შეიცნონ მაინც, რადგან ფსიქოლოგიური ზრდა ხშირად უფრო გრძნობებიდან მოდის, ვიდრე გააზრებიდან. მაგრამ ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენამ მოახდინა ტყუილითა და სიძულვილით აშღენთილმა ხმაურიანი პროპაგანდის უზარმაზარმა ნაკადმა. და ეს გრძელდება ათეული წლებია, რომლის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ მთელი თაობები, თანაც სრულიად ცრუ პარადიგმაში გაიზარდნენ. ამიტომ სწორი და მშვიდი გააზრების გარეშე შეუძლებელია გაუმკლავდე მე-20 საუკუნის და სხვა მრავალი ეპოქის უდიდეს ფიგურასთან დაკავშირებულ თემას. წინა თაობების ამ ვითომ მშვიდობიანმა ბრძოლამ 1950-იანი წლებიდან დღემდე მოაღწია, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდა თაობას არ შეუძლია მოგონილი რეალობისა და მხატვრულად შეთხზული ხმაურიანი და ცილისმწამებლური უშრეტი ნაკადის მშვიდად და გონივრულად გააზრება და გარჩევა. ჩვენი თაობაც რომ წავა, აღარავინ დარჩება, ვინც ამ ცილისწამებლური ნაკადისგან დაიცავს ახალგაზრდა თაობებს. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. შეაძულე ის, ვინც შეიძლება იყოს ავტორიტეტი, ჩამოშალე ერის საყრდენი კედელი, დანარჩენს თვითონ მოუღებენ ბოლოს. და ეს ათეული წლებია სწორედ დავინახეთ, რომ თვითონ მოუღეთ ბოლო ჩვენს ცნობიერებას და ჩვენს ქვეყანას. ფაქტის წინაშე ვდგავართ. და ამიტომ გთხოვეთ, რომ შვიდად გაიაზროთ ის, რაც მოხდა სტალინის შემდეგ ეპოქაში და დავინახავთ, რა არის გასაკეთებელი დღევანდელობაში იმისათვის, რომ გადავრჩეთ როგორც ერი და ბერი. ისიც ხომ გასაგებია, რომ კაპიტალისტები, ბანკირები, ფინანსური სპეკულიანტები არ დაიცავენ ეროვნული ღირსების მატარებელ ისტორიულ გმირებს. მე მგონი ამას დიდი ახსნა არ ჭირდება. ბოლო ათეულმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ებრძვიან, ეს არის სტალინის სახელი. მხოლოდ იმიტომ არ დაიცავენ, რომ მათ სხვა მიზნები აქვთ, სხვა მუცლის გვრება აქვთ და ასეთი ისტორიული გმირები, როგორც სტალინია, ან თუნდაც სხვა ჩვენი ეროვნული გმირები, ანგრევენ მათ პარადიგმას თანამედროვე ენით, რომ ვთქვათ.
თვითონაც კარგად ხედავდა აფასებთ, რომ ფაშიზმზე ჩვენი უდიდესი გამარჯვებაც კი, რომელსაც სათავეში ედგა სულით და ხორცით ქართველი კაცი, ეთაკილებად ხმამაღლა წარმოთქვა მისი დამსახურების ღირსეულად აღნიშნა. ხომ არის პარადოქსი? ის რაც რეალურად მას ნამდვილად დამსახურებულად ეკუთვნის. მაგრამ ამასაც არ აკეთებენ. ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ თვითონ მისი სახელი ანგრევს მათ ყაჩაღურ პარადიგმას. ეს არის რეალობა. ამიტომ გაურბიან, ამიტომ ცდილობენ არ ახსენონ და ამითი შექმნან ვაკუუმი, რომ თითქოს არ არსებობდა ადამიანი, არ არსებობდა პოლიტიკოსი და არ არსებობდა ჩვენი ერის კაცი, რომელმაც თუ ვინმე გააუკეთა საქართველოს და ქართველ ხალხს, იყო სწორედ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. თუმცა მეგობრებო, პიგმეებისგან რას უნდა მოველოდოთ? მხოლოდ იმას, რასაც ვხედავთ და რასაც დღეს ყოველ ოჯახში განიხილავენ. დღევანდელი ლიბერალების მიდგომა ისეთივეა, როგორიც საბჭოთა პერიოდის ლიბერალებისა. გაგახსენებთ, სტალინის პიროვნების შეფასების დროს შეიძლება გამოვიყენოთ სწორედ მათი ძველი საბჭოთა სლოგანი: მე არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ. მე არ მინახავს, მაგრამ არ მომწონს. ეს არის მათი პლატფორმა და ამაზე ააგეს მთელი კონსტრუქცია. რაში გვჭირდება მისი ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის შესწავლა, როდესაც ვიცით, რამდენი გულაგი იყო გახსნილი, როდესაც ვიცით, რამდენი კაცი იყო დაღუპული, მილიონობით და ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინც მეტ ციფრს დაასახელებდა, მაგრამ სოლჟენიცინმა ყველას გადაუსწრო და პრაქტიკულად 100 მილიონი ახსენა. როდესაც რეალურად რომ დაითვალა, 30 წლის მანძილზე რევოლუციის პერიოდიდან მის დაღუპვამდე, სტალინის დაღუპვამდე, ამ ციფრმა ვერ გადააჭარბა რეალურად 2 მილიონს. და ეს რევოლუციის შედეგი რომ იყო გასაგებია, სამოქალაქო ომი, ერთმანეთის განადგურება, როგორც თეთრები, რომლებიც რეალურად დასავლურ ინტერესებს წარმოადგენდნენ, ასევე წითლები, რომლებიც ეროვნული ძალა იყო, ეს განახორციელეს კიდევაც და მერე შიდა სამოქალაქო ომი, რომელიც გაგრძელდა კიდევ 1929 წლამდე, ეს იყო ერთმანეთის დაუნდობელი ხოცვა-შლეფა. ბევრი გასამართლდა იყვნენ ისეთები, ვინც დახვრიტეს. მე ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ დღეს მასალების მოძიების პრობლემა არ არსებობს და ძალიან ბევრ საინტერესო მასალებს აღმოაჩენთ თქვენთვის. სწორედ ასე გმობდნენ ათეული წლები გაყალბებულ ნარატივში სტალინის ცხოვრებას, მის მოღვაწეობას, მის პოლიტიკურ მრწამსს და მისწრაფებებს. ამიტომ თუ რეალობა არ იცი, ადვილად იყო შესაძლებელი თავს მოახვიო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ წაუკითხავთ, თურმე ეს იყო ტირანი და ყველა ცოდვის მატარებელი დედამიწის ზურგს. ასე გმობდნენ მაშინ და ასე გმობენ ახლაც სტალინის სახელს ისინი, ვინც იმ ეპოქის რეალობა არა თუ არ იცის, არც კი უცდია, რომ გაიაზროს. ამიტომ მიყვნენ ყველაზე მარტივ გზას, გაახვეს ძველ მეხუთე კოლონას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ასრულებდა თავის შავ საქმეს და ავრცელებდა სრულიად უცხო თავსმოხვეულ ნარატივს, რომელსაც ჰყავდათ ავტორები და პატრონებიც, და ეს იყო დასავლეთი. ანუ საბჭოთა პერიოდში თვითონ მეხუთე კოლონა იქცა დასავლეთის მსახურად და ეს დამტკიცებულია უამრავი მასალით. და ვინმეს გაუაზრებია ბოლომდე, როგორ და რატომ შეაწულეს სტალინი ხალხის გარკვეულ ფენას, რომლებიც პრაქტიკულად რომ იტყვიან დააბრმავეს. და ამიტომ ვერ ხედავდნენ მის დანატოვარს, ის რაც მათ ცხვირწინიდო, ის რითაც ისინი სარგებლობდნენ, ისევე როგორც ვერ ხედავდნენ მის დამსახურებას გლობალურ პროცესში. და ეს ხალხი მისივე აშენებულ სახლებში ცხოვრობდნენ, მის ეპოქაში აშენებულ ინსტიტუტებში და საწარმოებში მუშაობდნენ, მის დროს აშენებული მეტროთი სარგებლობდნენ, მაგრამ უნდოდა თუ არ ყოფა იმისა, რომ ეს მისი დანატოვარი იყო, არაფრიდან, ნოლიდან შექმნილი უზარმაზარი სახელმწიფო და რაც მთავარია, საკუთარი რესურსების გამოყენების უნარი, რომელიც მანამდე არ გააჩნდა
სახელმწიფოს. მაგრამ სამწუხაროდ მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტს არც ამისი ცოდნა უნდათ და არც გაგონება. იმიტომ რომ ჩენერგილი აქვს თავში, რომ სტალინი იყო ტირანი და ეს იყო ბოროტება. და სამწუხაროდ ამ პარადიგმაში გამოზარდეს მთელი თაობები. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ამის ასე მიტოვება მე პირადად დაუშვებლად მიმაჩნია. ამას სჭირდება რეალური მცდელობა, რათა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ის, ვინც დასავლური ნარატივის მსხვერპლი აღმოჩნდა, თანაც სრულად გაუაზრებლად, ან კონიუნქტურული მიზნით, ან ფეხის მასაყოლილი, დარწმუნებული ვარ სტალინის პორტრეტის გარდა, ან ის, რომ გორში დაიბადა და შემდეგ დიდი სამამულო ომი მოიგო, ამის მეტი არც არაფერი იციან. ან რა გასაკვირია. ისე ან რატომ უნდა იცოდეს საძოვარზე გაშვებულმა ცხვარმა, რა შექმნა და რა დაუტოვა სამყაროს სტალინმა, როგორც თავისი ეპოქის ყველაზე დიდმა მოღვაწემ მსოფლიოში. აი ამ ადამიანების, რომლებსაც არ აინტერესებთ, სწორედ მათი სისხლისა და ხორცის ადამიანმა, მაგრამ მათ საკუთარი კუჭის მეტი არაფერი აინტერესებთ. და არც ის იციან, რომ ყველაზე სათაყვანებელ ქართველებს გულში ჰყავდათ ჩაქრული სტალინი და არა იმ ემიგრაციას, რომლებიც დღეს სათაყვანებელ პერსონებად აქციეს და მათი სახელობის ქუჩები დაარქვეს თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებს. სამარცხვინოა, უბრალოდ სამარცხვინოა. იმათ უნდა გაიგონ და გაითავისონ, ვისაც გონიათ, რომ სახელმწიფოს მრეწველობა და ეკონომიკა სოკოსავით წვიმის შემდეგ მიწიდან ამოდის. ელემენტარულია, შეხედეთ და შეადარეთ. ბოლო 35 წლის მანძილზე რაიმე მნიშვნელოვანი შეიქმნა საქართველოში. ვერ ნახავთ. შეიძლება ნახოთ მხოლოდ ის, რაც რამდენიმე კაცს ემსახურება და არა ეროვნულ ინტერესებს. საუკუნის წინ არქაული მონათმფლობელობისა და ბატონყმობის გაუქმება და გარდაქმნა საოცარ ძალისხმევას მოითხოვდა. ალბათ დღეს შეეცადეთ ელემენტარული რაღაცის შესვლას. მე ახსენებთ ამას, რამდენი დრო და ენერგია დაგჭირდებათ და წარმოიდგინეთ, მაშინ იმ არქაული ეპოქის ფუნდამენტური საყრდენი შეეცვალა ახალ ხელისუფლებას. გარდაექმნა და ხალხის სამსახურში ჩაეყენებინა. ეს ყველაფერი საოცარ ძალისხმევას მოითხოვდა და რა გასაკვირია, წარსულთან დაშორება და ახლის მშენებლობის ეპოქა ბრძოლისა და მსხვერპლის გარეშე არ არსებობს. არ ხდებოდა და არც იარსებებს მომავალში. ყოფილი ბატონებისა და ყმების ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება უბრძოლველად არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა. აბა სადეთ და წაართვით დღევანდელ ბატონებს ის, რაც ხალხის ქონება მიითვისეს. აბა სადეთ და წაართვით. რამდენი ავტომატით გამოვლენ და წარმოიდგინეთ მაშინ, როდესაც ტრადიციული მონათმფლობელობა იყო სახელმწიფოში. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გარდაქმნა სისხლის ზღვრის გარეშე? ხომ წარმოუდგენელია. მათ, ვინც უკვე მიითვისეს, რაც ცუდად იდო, ან ხალხმა ვერ მიხედა, სადეთ და აბა წაართვით. ხელს გამოჭრიან. მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე გაბედავს მათთვის მოპარულის წართმევას. მათ შორის იმასაც გამოჭრიან ხელს, ვინც ისინი სალაფავთან მიუშვა, მერე კი წაართვა. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, რატომ იყო სტალინზე მკვლელობის ათამდე მცდელობა? მხოლოდ იმიტომ, რომ უკან დაებრუნებინათ ქვეყანა ბატონყმობისკენ. დიახ, ეს იყო მთავარი მცდელობა, რაც თითქმის 40 წლის შემდეგ მოახერხეს მისი მკვლელების იდეურმა გამგზელებლებმა. შედეგად, ვინც ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა, დამარცხებულის ან წარსული მსხვერპლის შთამომავლების ცილისწამებისა და დაგმობის სამიზნე გახდება. არავის უნდა და არც არავის მოეწონება პრივილეგიებისა და ძალაუფლების დაკარგვა. ეს ხომ გასაგებია. ეს ხომ ყოველთვის არა ინდივიდებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე მოქმედებს. და ამიტომ სანამ ტკივილი არ ჩაცხრება და ემოციები არ გაცივდება, იმ ეპოქის შეფასება უბრალოდ შეუძლებელია და მაშინ არც იმისი აუცილებლობა იქნება ობიექტურად მოაჩვენო თავი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაკარგა ძალაუფლება, ტიტულები და რა თქმა უნდა ქონებაც, მათის უნდა სძულდეთ. ან თუნდაც ვალდებულად იგზნონ თავი,
რომ ზძულდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაენშიან, ვინც თანაუგზნობს მას. ასე რომ ან ერთ მხარეს ხარ და თანაც მოდურ ტრენდში თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ან მეორე მხარეს, ან გარიყული ხარ, ან ხარ ღამურა, რომელსაც ბუნებით ვერ გადაუწყვეტია, რომელ მხარეს დადგეს. ამიტომ სტალინის მიმართ შიში და სიძულვილი ოჯახურ რელიგიას ჰგავს, რომელსაც ბავშვობიდან უნერგავენ ისინი, ვინც კანონის მიღმა იდგა, რომლითაც თანამედროვე დროშიც კი იზომება ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. მეგობარი ხარ თუ მტერი. ეს რეალობაა და უკვე მრავალი ათეული წლებია გრძელდება. ამ მტრობამ გააერთიანა მოსისხლებტრებიც კი ისინი, ვინც რევოლუციის შემდეგ დაკარგეს ძალაუფლება პოლიტიკურ ბრძოლაში, ქართული ემიგრაციის მეხსიერებაც წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. ზოგი სტალინს მტრად მიიჩნევდა, რადგან მან თითქოს ისინი ქვეყნიდან განდევნა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მოგიხსენებათ, თავად გაიქცნენ, მაგრამ ამავე დროს აფასებდნენ სტალინს როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო მრავალეროვნული, ღარიბი, გაუნათლებელი უდიდესი მასშტაბის ქვეყანა თავის ძლიერ ხელში მოაქცია და წარმოუდგენლად მოკლე დროში ის 100%-ით განათლებულ ქვეყანად აქცია. საოცრება იყო, მაგრამ ამას ვერ აღიქვამენ. ასეთ შედეგს დღემდე ვერ მიაღწიეს ზოგიერთებისთვის საფიცარმა სახელმწიფოებმა. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა, სადაც 13%-მა არ იციან წერა-კითხვა და სკოლის განათლებაც კი არ მიუღიათ მოსახლეობის 30%-ს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ჩემო-კარგებო, კაპიტალიზმის არსი, არ ზრუნავს თავის მოქალაქეზე, მხოლოდ იმდენად, რომ მან არ გადაუკეთოს ქუჩები და არ შეუშალოს ხელი ქვეყნის ძაცვას. ეს არის რეალობა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის მოგების შემდეგ მან თავის სიცოცხლეშივე აღადგინა ყველა დანგრეული საწარმო, ყველა დანგრეული ქალაქი და დასახლებული პუნქტი. ასევე გამოკვება ყველა საბჭოთა მოქალაქე. გამოიყვანა ისინი სიღარიბიდან და ბარაკებიდან და მისცა სოციალური ლიფტები. მუშიდან და გლეხიდან პროფესორამდე, მინისტრამდე და სახელმწიფო მოღვაწემდეც, თუ არა სახელმწიფო მმართველამდეც. ეს იყო საოცრება, რასაც სტალინმა ჩაუყარა საფუძველი, შექმნა და დაგვიტოვა. მაგრამ აი ეს არის ყველაზე დიდი მაგრამ. როგორ გაართვეს თავი ასეთ მემკვიდრეობას მისმა პირდაპირმა თუ ირიბმა მემკვიდრეებმა. ამ ყველაფრის სოდნის მიუხედავად, ემიგრანტულმა თემმა ვერ გადალახა საკუთარი წყენა და ძველი პარადიგმა, რომ ისინი თავის დროზე გამარჯვებულ მხარეს არ დადგნენ. თუმცა ომის დროს ძალიან მძიმე ტვირთიც აიკიდეს, როდესაც მტრის სამსახურში ჩადგნენ. ესეც გვაქვს ჩვენს ისტორიაში. და იმიტომ ჩადგნენ, ფიქრობდნენ, იქნება მათი დახმარებით ისევ ჩაეგდოთ ხელში ქვეყანა და ისევ საჯიჯკნად. როგორც ეს იმპერიის დანგრევის შემდეგ მოახერხეს. მათმა მემკვიდრეებმა ეს გააგრძელეს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი პროცესი ხდება ყოველთვის გამყიდველი პოლიტიკოსების წყალობით, რომლებიც საკმაოდ აღმოჩნდნენ ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ ეს თქვენი საქებარი და მაგრამ რეალურად მოღალატე ემიგრაცია საკუთარი სამშობლოს, მუშათა და გლეხთა პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მტრების სამსახურში ჩადგნენ. ახლა კი თქვენ მათი სახელობის ქუჩების შექმნით, მათ მიერ შემოგზავნილი აგენტი პირდაპირ მნიშვნელობით პრეზიდენტი გახადეთ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ისე გააგრძელებთ ცხოვრებას, როგორც იმსახურებთ. მე არ გწყევლით, უბრალოდ ვხედავ, რომ თუ არ შეიცვალა ეს პარადიგმა, ჩვენ ვადგავართ დაღუპვის გზას. და ისიც ვაღიაროთ, რომ სწორედ ეს საბჭოთა სახელმწიფო გახდა დასავლური იდეოლოგიისთვის უდიდეს საფრთხეთ. ის გახდა დაბალი ფენების და მუშათა კლასის დამონების ჩაგვრის სისტემის დაკარგვის რეალური საფრთხე. ამიტომ მათ აღარ შეეძლოთ უმოქმედოდ ჯდომა და მუშათა კლასისა და გლეხობისთვის ძალაუფლების გადაცემა. თანაც
საკუთარ სახელმწიფოებში. ძალაუფლების დაკარგვის ამ ვნებიანმა შიშმა, როგორც მათთვის იყო რუსეთის იმპერიის მაგალითი, გამოიწვია ამ ოპონენტების მიერ ანტისაბჭოთა და ანტისტალინური იდეოლოგიის ყველაზე ვნებიანი წიგნების გამოცემა. დიახ, პირდაპირ მნიშვნელობით პროპაგანდა უნივერსიტეტებში, სკოლებში და სამეცნიერო დაწესებულებებში. იმდენად ეშინოდათ სტალინის მიერ შექმნილისა, რომ ძალიან სერიოზული პერიოდი მოანდომეს იმას, რომ არ მიეღოთ სტალინის მოღვაწეობის შედეგი დასავლეთში. ეს იყო მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე. თუმცა სტალინმა თავიდანვე წაიყვანა სახელმწიფო სხვა გზით და თქვა, ჩვენ ავაშენებთ სოციალიზმს ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში, ანუ ჩვენს ქვეყანაში. და უარი თქვა ტროცკის პერმანენტულ რევოლუციებზე სოფლიო სოციალიზმის დამყარებისთვის. ანუ სტალინმა აირჩია სრულიად სხვა გზა, მაგრამ ამისიც ეშინოდათ, რომ ეს თვითონ ეს იდეა და ეს მაგალითი არ გამხდარიყო მათთვის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც წალეკავდა ამ კაპიტალისტურ სიმსივნეს, ამ კაპიტალისტურ სამყაროს. დიახ, ასე შეიძლება დავარქვათ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს შეეძლო უფრო ვნებიანი მასალების დაწერა სტალინზე, ვიდრე ეს გააკეთეს მისმა იდეოლოგიურმა მტრებმა. და სწორედ ასე მოახდინეს მრავალი ადამიანის მოწამვლა, რომლებიც ანტისტალინურ ტყუილს უფრო უჯერებდნენ, ვიდრე საკუთარ თვალებს. რაც თავისთავად პარადოქსია. რა თქმა უნდა, იყვნენ პოლიტიკური პროცესის მსხვერპლიც და შედეგად იყო რეპრესიებიც. მაგრამ ეს იყო ბრძოლა მოპოვებული შესანარჩუნებლად. ბევრი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც უნდოდა უკან დაბრუნება ცარიზმისკენ და კერძო საკუთრებისკენ. სწორედ ამან გამოიწვია, რომ რევოლუციის შემდეგ პრაქტიკულად 1929 წლამდე გაგრძელდა სამოქალაქო ომი. მაგრამ პრინციპულია, როგორ უდგებით ამ დროს თქვენ, თუ როგორ გაიაზრებთ ამ პერიოდს და ამ ეპოქას. როგორ აფასებთ მათ? ცივი გონებით თუ წყენით, იმის გამო, რაც თქვენმა წინაპრებმა დაკარგეს. ან იმის გამო, რასაც რეალურად მიაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძნელია ყველას მოუწოდო ხისიერად დაივიწყონ ის, რაც ოდესღაც მათ მამაპაპებს ჰქონდათ, ან ისინი, ვინც ამ ყველაფერს შეეწირა, მაგრამ ეს იყო ბრძოლა და არ უნდა გამოგვირდეს. მათი ტკივილი რეალურად იყო და ეს ფაქტია, მაგრამ მუდმივ ტკივილს ერთი თვისება გააჩნია. ის ჩრდილავს ობიექტურობას, ხშირად შეფასებისა და შედარების უნარსაც. რა იყო სტალინამდე და რა იყო მიხსეული მის დროს. მაგრამ ის, ვინც ამის შესახებ წყენის გამო დუმს, მაშინ რა იმის განხილვას რა აზრი აქვს მასთან. რადგან ტრაგედია, რომელიც ხელახლა არ იქნება განხილული და გააზრებული მისი მიზეც შედეგობრივი კავშირებითა და ურთიერთობით, მაშინ ის უბრალოდ ფარსად გადაიქცება და მთელი თაობების მანიპულირების ინსტრუმენტად. ეს უნდა გვესმოდეს. იმ სახელმწიფო სისტემაში და ქვეყანაში ადამიანებს ბევრად უფრო ნათლად და გარკვევით ესმოდათ ერთმანეთისა, ვიდრე დღეს. უფრო ხალასი იყო ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ესეც გასათვალისწინებელია, რატომ იყო ასე. ამიტომ მოსმენისა და გაგების უნარი ძვირად ფასობდა იმ დროს, დღევანდელობისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანებს ერთმანეთისა აღარ ესმით და სრულიად გახლეჩილი და დანაწევრებულია ქვეყანა მცირე ინტერესთა ჯგუფებად. ძალიან მარტივია და ალბათ სისულელეც ჭორებზე დაყრდნობით განსაჯო მთელი ეპოქა, რომელიც ხრწნის და ანგრევს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამას არ ეხება, არამედ იმ მიზანს, რათა შექმნას და გზადაგზა ისწავლოს და მილიონობით ადამიანთა მონაწილეობით გიგანტური ქვეყნის მშენებლობას ჩაუყაროს საფუძველი. ახალი სახელმწიფოს მშენებლობა გულისხმობდა, რომ ახალი პროექტებისთვის ჩაეყარათ საფუძველი. ახალი პროექტები მოემზადებინათ გზადაგზა სწავლისა და მილიონობით ადამიანების მონაწილეობით. გიგანტური ქვეყნის ახალი ეკონომიკის მშენებლობა. დღევანდელი გადასახედიდან, გინდათ სხვა ეპოქის გადასახედიდან, ეს იყო რაღაცა გრანდიოზული მასშტაბის
პროცესი. სხვათა შორის მსგავსი გაიმეორა ჩინეთმა და შედეგსაც ხედავთ. თუ ეს ეპოქა რეალურად არ შეისწავლე და არ გააცნობიერე, შენ უბრალო პროპაგანდისტის მსხვერპლად დარჩები. სამწუხაროდ ასეა. გააზრების გარეშე იმ ეპოქას ვერ შეიცნობ და ვერ შეადარებ ვერაფერს. ამიტომ ეს ჭირდება ყველა თქვენთაგანს, რათა დაინახოთ რა იყო გუშინ, რა გვაქვს დღეს და რა შეიძლება იყოს ხვალ, თუ არ დაიშურებთ ძალისხმევას. ამიტომ თუ ისევ მსხვერპლად დარჩები, მაშინ არც იმსახურებ იმას, რომ შენთან ვინმე სერიოზულ საკითხებზე ისაუბროს, როგორც თანასწორთან. შენზეა თვითონ დამოკიდებული, რას იფიქრებენ შენზე და რამდენად გაითვალისწინებენ შენ მოსაზრებას. ამიტომ მოემზადე იმისთვის, რომ იყვე ანგარიშგასაწევი ადამიანი. თუმცა მოკლედ და სამართლიანად რომ გითხრათ, სტალინზე იცით რატომ ეშინოდათ მისი? ან რატომ უყვარდათ? ერთ მხარეს ზულდა, მეორე მხარეს კი ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა. იმიტომ რომ ის ძლიერი პიროვნება იყო. დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო და ამას ასეულობით მტკიცებულება აქვს. როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებისგან და მოაზროვნე ადამიანებისგან, ასევე მათ შორის კაპიტალისტური ქვეყნებიდან. და საოცრებოდ მოგეჩვენებათ ეს. იმდენად დიდი პიროვნება იყო, რომ შეუძლებელი იყო მასზე არ ესაუბრათ, რომელი საზოგადოებაც კიდე ყოფილიყო. ბრიტანულ დახურულ კლუბებში თუ სხვადასხვა დახურულ საზოგადოებაში. ყველგან განიხილებოდა სტალინის სახელი. ზულდათ, ეშინოდათ, მაგრამ პატივსცემდნენ. იმიტომ რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი ლიდერი, რომელმაც ხელში ჩაიგდო რაღაც. არა. ეს იყო მოაზროვნე ლიდერი, რომელიც თვითონ ბუნებრივმა პოლიტიკურმა პროცესმა მოიყვანა სახელმწიფოს სათავეში. და სწორედ ამას უწევდნენ ანგარიშს. და აქედან იწყებოდა ის პროცესი, რაც იძლეოდა მისი შეფასების საშუალებას. მაგრამ თქვენ იცით, რომ არიან ძალიან ბევრი ისინი, ვისაც ეშინიათ ძლიერი პიროვნებისა. ზოგადად ხალხსაც ეშინია ძლიერი პიროვნებისა. განსაკუთრებით მათ, ვინც მიჩვეული იყო გახსნილ ეპოქაში ცხოვრებას და არ შეუქმნია არაფერი. ანუ წურბელასავით აჯდა საზოგადოებას. ასეთები მაშინაც იყვნენ და დღესაც არიან. და ეს ბუნებისგან შობილი არსებები არიან, ამას ვერასოდეს გავიქცევით. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც არაფერი შეუქმნია, ყოველთვის ზულდათ ისინი, ვისაც რაიმის გაკეთება და შექმნა შეეძლო. მის დროს იყო დიდი არმია დაბოხბილების და არ უნდა გაგვიკვირდეს ეს, რომლებიც უბრალოდ მომხმარებლები იყვნენ, რომლებსაც დაუმსახურებლად უნდათ მეტი, ვიდრე სახელმწიფოს შეეძლო იმ პერიოდში მიცემა. და სწორედ ასეთ კრეატიულ ეპოქაში ვლინდება ასეთი ადამიანის არსი, რომელიც არაფერს არ შეძენს ეპოქას, მაგრამ ცდილობას არ დააკლებს მოიხვეჭოს რაც შეიძლება მეტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთები იყვნენ ძველ ეპოქებში, იყო საბჭოთა პერიოდში და არის დღესაც. ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია, ეს არის ადამიანის ბუნება. სტალინის დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სურდათ რევოლუციები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები და გაუთავებელი შეიარაღებული კონფლიქტები. დღესაც კი შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი ადამიანები ქართულ საზოგადოებაში, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყველა რევოლუციაში, ყველა გადატრიალებაში, ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, იმიტომ რომ მოსწონთ სისხლის სუნი და საკუთარ თავს პოულობენ ასეთ ბინძურ და ტრაგიკულ პროცესში. იმათ არაფერი შეცვლის. მათ შორის არც ასაკი. და ხვალ რომ დადგეს ღმერთმა დაგვიფაროს ამის აუცილებლობა, ისინი აღმოჩნდებიან სწორედ იმ მხარეს, სადაც იქნება ფული, შეიარაღება და სადაც მარტივად და ადვილად დაჩაგრიან, ვისაც ეს შესაძლებლობები არ აქვთ. აი ასეთია ეს ხალხი. არ გაგიგვირდეთ. და სხვათა შორის
ახალგაზრდებს შეგიძლიათ მოიძიოთ ძველი ვიდეო მასალები ან კინო მასალები და ამ ხალხს ყველგან დაინახავთ. რა საოცრებაც არ უნდა იყოს, ამ ხალხს ყველგან დაინახავთ და ადვილად ამოიცნობთ. ამიტომ არ გეუბნებით ახლა ისეთ დაუჯერებელ რამეს, რომლის გადამოწმებასაც ვერ შეძლებთ. და წარმოიდგინეთ, რამდენჯერ მოხდა ეს ყველაფერი ჩვენს პატარა ქვეყანაში. და თქვენ წარმოიდგინეთ ის უზარმაზარი ქვეყანა წინა საუკუნის დასაწყისში, 180 მილიონი მოსახლეობით. რამდენი ასეთი მოყვარული იყო თუ პროფესიონალი რევოლუციონერი გაუთავებელი სისხლის ზღვრის სურვილით. რამდენიც გინდათ, რომლებიც სისხლის სულზე ექსტაზში ვარდებიან. რამდენიც გინდათ, იმდენი იყვნენ ასეთები და სხვათა შორის არიან დღესაც. ამიტომ მაშინებდათ ძლიერი ლიდერი მათ, ვისაც უყვარდა სისხლის სუნი და სურდა ამღვრეულ წყალში დაეჭირა თევზი. სუსტი ადამიანები თავისი გადახრებით ელიტებში ქმნიან როგორც წესი ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ ყველას თავს მოახვიონ, თავის მხარეს გადაიბირონ და დაამუშავონ სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკულად იყენებენ საინფორმაციო ველის ჩამოსაყალიბებლად. დაანახონ, აგერ ჩვენ რამდენი ვართ, აგერ ჩვენთან რამდენი დადგნენ. და სინამდვილეში ძალიან ბევრი უდიდესი ნაწილი მათ შორის, რომლებიც არაფრის მაქნისები არ არიან და არაფრის მომცემები, მაგრამ თვითონ ეს მასა ხშირად დააფიქრებს მოწინააღმდეგე მხარეს. თუმცა მნიშვნელოვანია შეგეძლოთ გარჩევა, ვის დაიყენებთ გვერდში და ყველა ისინი, ვინც ვერ შეძლოდა, ვერ მიაღწია წარმატებას, ისე როგორც მის წარმოსახვაში იყო, ვერ ააშენა და ვერ შექმნა კარიერა ახალ პარტიულ სახელმწიფოებრივ სისტემაში. მიუხედავად იმისა, უგულვებელყვეს ან არასწორად შეაფასეს ისინი, ბევრი მათგანი დაზარალებულად იქცა, ზოგიც პირდაპირ მტრად გადაიქცა. და ვინ იყო ამაში დამნაშავე? რა თქმა უნდა, ღმერთი. ძველ დროს ყველა ღმერთს ადანაშაულებდა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან მათ არ მოусმინა და ვერ შეამჩნია. მაგრამ ბევრმა საბჭოთა კავშირში მისი შეწყვეტილი ან წარუმატებელი კარიერის გამო დამნაშავედ მიიჩნია ხალხის მიერ გაღმერთებული კომუნისტი. დიახ, ასეთებმა ის გახადეს დამნაშავედ. საოცარია, ხო? ეს მარტივი ასახსნელია. უბრალოდ ადამიანური ფაქტორი. თავისი უძლურება გადააბრალოს სხვას, ან უნდა დააბრალოს გარემოებას. რაც პრინციპულად შესაძლებელიც არის. მაგრამ იმ შემთხვევაში ისინი ცდილობდნენ, რომ ყველაფერი სტალინის ბრალია, რადგან თვითონ ვერ შეძლო პარტიულ სისტემაში დაიმკვიდრებინა საკუთარი თავი. და შემდეგ ასეთი სუბიექტი შეუერთდა განაწყენებულთა და დამარცხებულთა ჯგუფებს, რომლებიც როგორც წესი ყოველთვის რაღაცაზე წუწუნებენ. ყველაფერი, რაც მას გუშინ უფასოდ მისცეს, მშვენიერი და ნათელი იყო მაშინ. მან არც შემდეგში ითქვა ამაზე უარი და აუთქვამს უარი სტალინის დროს შექმნილის მოხმარებაზე. ის ცხოვრობდა სტალინის პერიოდში აშენებულ სახლში და არ სურდა ხრუშჩოვის ეპოქაში იმ დროს აშენებულ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. სწავლობდა და მუშაობდა სტალინის დროს დაარსებულ დაწესებულებებში და საწარმოებში და არ სურდა გადასვლა ხრუშჩოვის პერიოდში დაარსებულ დაწესებულებებში. უსახური ხრუშჩოვის დროს სტალინის კრიტიკა და დამცირება მოდურიც კი გახდა, რადგან როგორც ჩანს ეს ტენდენციად იქცა რეპრესირებულების შულებს შორის. ეს გაერთიანება მათ ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალურ ელიტურ კასტად აკავშირებდა და ადუღაბებდა, იმიტომ რომ საერთო მტერი ჰყავდათ, მისი იერსახე, მისი პორტრეტი. ასეთი გაერთიანებები მოქმედებდა კასტების მსგავსი პრინციპით, რომელიც იყო აგებული მხოლოდ სიძულვილზე. ამ კლუბებში ბევრი ისეთი აღმოჩნდა, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ ამ კლუბის რეალურ საფუძვლებსა და მიზნებს. და რადგან ასეთ კლუბებში სტალინი და მისი ეპოქა ბოროტ მოქმედებად შერაცხეს, ეს უარყოფითი დინება უკვე შექმნეს და თავს მოახვიეს შერცხვენილის ნიღაბი. ბევრმა მოიგო სხვათა შორის ეს შერცხვენილის ნიღაბი, რომ თურმე ის იყო საბჭოთა მოქალაქე, ატარებდა საბჭოთა ტანსაცმელს.
ჭამდა საბჭოთა საწარმოებში გამოშვებულ პროდუქტს. ამრიგად ჩამოყალიბდა მთელი კასტა, რომელიც შედგებოდა სისტემის ყველა სფეროდან, განსაკუთრებით კი პარტიიდან და საბჭოთა ნომენკლატურიდან. და ასეთი ბოროტი თამაშისთვის საკმაოდ მომზადებულებიც აღმოჩნდნენ და სხვათა შორის არც დასავლურმა ბროშურებმა და სააგიტაციო მასალებმა დააყოვნეს. წამოვიდა ნიაღვარივით და ეს იყო ერთგვარი თამაშიც, რომ ვისაც ჰქონდა დასავლეთიდან შემოგზავნილი ეს პროპაგანდისტული მასალები, ის უკვე ითვლებოდა თავისიანად. და ეს იყო უკვე ახალი კასტის წევრი. რა თქმა უნდა, მისაქცევია ყურადღება იმაზეც, როგორ მუშაობდა უცხოური აგენტურა იმ დროს საბჭოთა კავშირში, რომელსაც მთავარი მიზანი ჰქონდა საზოგადოების დეზორიენტირება, რომლისთვისაც იყენებდნენ ასეთი გამრუდებული აზროვნების ხალხს, სხვათა შორის ყველა თაობის ხალხს. ეს იყო გაბოროტებული ხალხი, რომლებმაც ვერ შექმნეს თუ არ შექმნეს და ვერ მოახერხეს კარიერის შექმნა და ამიტომ ადვილად შეუერთდნენ იმ ჯგუფს, რომელიც ქმნიდა ამ სიძულვილის ნიავარს. და ისინი, რა თქმა უნდა, გაერთიანებული იყვნენ ინტერესთა კლუბებში. მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაეგმოთ და ეძაგებინათ ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ სალაფავში აფურთხებდნენ, საიდანაც ჭამდნენ. რეალურად ხაზი გადაუსვეს საკუთარი მშობლების და წინათაობის შექმნილს და ნამოღვაწარს. ეს კასტა უკვე არა მარტო ოცნებობდა, არამედ მოქმედებდა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოს დანგრევას, ქვეყნის განადგურებას პრაქტიკულად და რეალურ მოქმედებასაც ახორციელებდა. სწორედ მათგან გავრცელდა ნარატივი, რატომ უნდა ჩაეცვათ მათ, ეჭამათ და ესვათ ისეთივე, ვინც ელიტის ნაწილი არ იყო. ხომ წარმოგიდგენიათ? ან ჩაეცვათ მათ იგივე, რაც მათ შემოსდიოდათ დასავლეთიდან, მათი მშობლების ან ნათესავების მეშვეობით, ან უბრალოდ ფარცოვშიკობით, რაც მაშინ გავრცელდა, მაშინ დაიწყო ფარცოვშიკობა, რომლებიც ან ვალუტას ხიდიდნენ, ან შემოჰქონდათ ტანსაცმელი, რომელიც საბჭოთა კავშირში არ იწარმოებოდა. მაგრამ ამითი შექმნეს ის ტრენდი, რომ თურმე იქ უკეთესია, რახან იქ ჯინსები არსებობდა. და რო დაფიქრდეს ადამიანი, ჯინსები არ ყოფილა არც საბჭოთა ხალხების ეროვნული ჩასაცმელი და ტრადიციული და არც იცოდნენ ამის შესახებ. მაგრამ რახან ეს ტრენდი გაავრცელეს, უბრალო ადამიანებიც ამ მოდას აყვნენ. რახან ჯინსები არ ჰქონდათ, თურმე საბჭოთა კავშირი უფრო ცუდ ვითარებაში ცხოვრობდა. პარადოქსია, მაგრამ ასეთი პრიმიტიული პროპაგანდის მსხვერპლი არ აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი. ის ელიტა ეგრეთ წოდებული, რომელიც შეიქმნა მაშინ ხრუშჩოვის დროს, უკვე გმობდა იმას, რომ მათ განსაკუთრებულ კასტას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა ენახათ ყველა ის ფილმი, რომელიც არ უნდა ენახა მეორე მხარეს. ენახათ ის სპექტაკლები, რომელიც სულაც არ იყო საჭირო, რომ ენახათ და გაიაზრებინათ მეორე მხარეს. ანუ წარმოიდგინეს, რომ ეს იყო ნაღები საზოგადოების, რომელსაც ნაღებთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, უფრო იყო ფსკერი, მაგრამ მათ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ადვილად მოწყვლადებმა ეს მიიღეს როგორც რეალობა. ასე გაძლიერდა ეს სიგიჟე სტალინის შემდეგ, სწორედ ხრუშჩოვის დროს, ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელსაც SSRK ერქვა. და ამას ღიად თუ ფარულად თვითონ ხრუშჩოვი უწყობდა ხელს. მაგრამ რა გასაკვირია, როგორც ბრიტანეთის აგენტი, მუშაობდა მათზე და მათ ინტერესებზე, ამიტომ უკვე მაშინ დაიწყო ამ სახელმწიფოს შიგნიდან ღვევა. მაგრამ არ დასწავლა. 10 წლის შემდეგ ამოარტყეს პანჩური და გააგდეს. და ჩაკეტეს მის დაჩაზე, რომ არსად არ გასულიყო პოლიტბიუროს ნებართვის გარეშე. და რაღაცა დათმობა და შემოტრიალება დაიწყო სწორედ ბრეჟნევის დროს. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც პოლიტიკურ მმართველობაში, ისევე სახელმწიფო მმართველობაში რჩებოდა
ის აგენტურა, რომელმაც დაიმკვიდრა თავი ხრუშჩოვის დროს. მაგრამ რაც ეგრეთ წოდებული დათბობის დროს ხრუშჩოვის პერიოდში დაიწყო, პიროვნების კულტი, ეს ვერ შეაჩერეს. პიროვნების კულტის მცნება რომ დარჩა, ამან ძალიან იმოქმედა ახალ თაობაზე, რომელიც რეალურად ვერ შეესწრო ვერც იმ გარდაქმნების პერიოდს, რომელიც 30-იან წლებში მიმდინარეობდა, ვერც ომის ეპოქას და ვერც ომის შემდეგ პერიოდს, როდესაც აღადგინეს ქვეყანა და დაიწყო ახალი მშენებლობაც. და მიაღწიეს იმას, რომ უკვე სახელმწიფოს გაუჩნდა ატომური შეიარაღებაც და სარაკეტო კოსმოსური კომპლექსებიც. ამიტომ ეს ახალგაზრდები და ეს თაობა უკვე ვერ ფლობდა იმ რეალურად იმ პერიოდს, რომელიც ხრუშჩოვის დროს მოაქციეს მხოლოდ გმობისა და ძაგების პარადიგმაში. 60-იანი და 70-იანი წლების თაობამ ეს აიტაცა. ან თუ არ აიტაცა, უბრალოდ ინდიფერენტული გახდა სტალინის ეპოქის მიმართ. და საბჭოთა კავშირის დანგრევას სწორედ ამ ბრიტანეთის აგენტმა ხრუშჩოვმა ჩაუყარა საფუძველი. და მის გარდა კიდევ აღმოჩნდნენ პოლიტბიუროს წევრები, რომლებიც პირდაპირ მუშაობდნენ, მე ამაზე მქონდა გადაცემა და შეგიძლიათ ნახოთ. ხო და როდესაც პოლიტიკური ლიდერები გამოერკვნენ, რომ სახელმწიფო მიექანებოდა არასწორ მხარეს, შეეცადნენ აღვირების მოკაჩვას, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა. პრაქტიკულად 35-40 წლის მანძილზე ამ ფარული აგენტების წაქეზებით და მხარდაჭერით ასე თანმიმდევრულად გაანადგურა ამ კასტამ უდიდესი ძალა, რათა მიეთვისებინა ქვეყანა და ყველა მისი რესურსი და დაემონებინა საბჭოთა კავშირის ის ხალხები, რომლებიც შედიოდნენ უდიდესი სახელმწიფოს შემადგენლობაში. და მივედით დღეს იქამდე, სადამდეც მივედით. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ახალგაზრდებისთვის რთულია შეადარონ რა იყო საბჭოთა კავშირი აღმავლობის ხანაში და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დღევანდელობაში თანამედროვე რეალობის შესწავლისა და შეფასების შემდეგ. მაგრამ თანამედროვე რეალობის შესწავლისა და შეფასების შემდეგ სრულად შესაძლებელია ისტორიის ახალი თანამედროვე თვალით გადახედვა და ამაში ახალგაზრდა თაობას უფროსი თაობა უნდა დაეხმაროს, მე ვფიქრობ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა იცის მოსმენა და შეუძლია აზროვნება. მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანებს მოსმენას არ ასწავლიან. არც მოსმენის კულტურა დაამკვიდრეს. სამწუხაროდ დღევანდელ ახალგაზრდობას მხოლოდ პოლემისტებად ზრდიან და წვრთნიან, რომ სიტყვიერი პინგ-პონგი ითამაშონ და ვიზავის ნათქვამზე არ დაფიქრდნენ, მის სიღრმესა და მნიშვნელობას არ ჩაუღრმავდნენ და რაც მთავარია არ ჰქონდეთ ორიენტირის შედეგზე. თანამედროვე სამყაროში ბევრისთვის გაგება გაცილებით რთულია, ვიდრე ნებისმიერ საკითხზე კამათი. გაგება არ არის საჭირო, მთავარია ეკამათო. ბევრ მათგანს არ სჭირდებათ სიმართლე, მათ არ სჭირდებათ ჭეშმარიტება, მათ სჭირდებათ მხოლოდ ლოკალური გამარჯვება კონკრეტულ დროსა და ადგილზე. და რაც მთავარია ხმამაღალი საუბრითა და ყვირილით ვიზავის გადაფარვა, სიტყვიერ ორიენტალში დახრჩობა, ან კიდევ უკეთესი, მისი სრულად გაჩუმება, რომ მოკეტე და მორჩა. აი ეს არის ეგრეთ წოდებული პოლემიკის პრინციპი. ძალიან ცოტანი არიან სამწუხაროდ ისინი, ვისაც ნამდვილად ესმით ის ეპოქა. ესმით იმ ადამიანებისა, ესმით ის მიზეზები, იმ ეპოქაში მიღებული გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ვინმეს განშამდე, მისი გაგება რთულია და არც თანამედროვე. ეს არ არის როგორც იტყვიან ტრეჩი. თანამედროვე ადამიანებს შორის ცოტანი არიან ისინი, ვისაც შესწევთ უნარი, რომ მოусმინონ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის რეალურ ისტორიას და გაიგონ სიმართლე. და რაც მთავარია, ღრმად ჩასწვდნენ მას. და აქ მივადექით მთავარს. რატომ არ ისმება მთავარი კითხვა? რატომ გრძელდება დებატები სტალინზე ამდენი ათეული წლების შემდეგ? და რატომ არ შეუძლიათ და თითქოს ვერ მოახერხეს მისი ცალსახად შეფასება? სრული სიგიჟეა, მაგრამ ეს ფაქტია. არც ერთ ისტორიულ ფიგურას ასეთ მოკლე დროში საკუთარ ხალხთან ერთად არ დაუტოვებია ისეთი მემკვიდრეობა, როგორიც დატოვა სტალინმა.
თუმცა ის ფაქტი, რომ მათ არ შეუძლიათ ცალსახად მისი შეფასება, დადებითად, ანუ არ ყოფითად, ასევე იმისი შეფასება, რა დატოვა მეხუთე კოლონამ, უბრალოდ გასაოცარია. და სწორედ მეხუთე კოლონამაც, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ სტალინის სახელს, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომელიც საბოლოოდ გაანადგურეს. აი ეს არის დინება და თუ გნებავთ ნარატივი, რომელსაც ვერ დააღწიეს თავი. ეს რაც შეეხება დიდ რუსეთს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რაც ეხება საქართველოს. როგორ სახელმწიფოში აღმოჩნდა საქართველო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის მიზნისკენ რეალური ღირებულებების გარეშე, სადაც ოლიგარქია მართავს და ყველგან ყვავის კორუფცია. და ამას ვერაფრით ვერავინ დაამარცხებს. მხოლოდ ერთ სისტემაში მოახერხეს ამის დამარცხება. დანარჩენ სახელმწიფოებში და სისტემებში კი პირიქით ეს ხელშეწყობილიც კია. და რატომ მოხდა ასე? ალბათ იმიტომ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებმა სრულიად გაუაზრებლად ყველაფერი სარკისებურად გადმოიღეს დასავლეთიდან და ეს ყველაფერი უკვე უარყოფითად აირეკლება ქვეყნის ცხოვრებაზე, რაც სამწუხაროდ ქართულ ერსა და სახელმწიფოს განადგურებამდე მიიყვანს. ყოველ შემთხვევაში ამის ყველა ნიშანი არსებობს და ვინც არ დაიზარებს, შეუძლია თავისუფლად დაინახოს, რაზეც ვსაუბრობ. ის, რაც პატარა ქვეყანაში ხდება, მხოლოდ მცირე რიცხოვან ერს შეუძლია გაიგოს. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უმეტესი ნაწილი მხოლოდ ქურდები და მამაძაღლები აღმოჩნდნენ, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მოიპარავს ყველაზე მეტს და ვინ შეინარჩუნებს ამავე დროს ძალაუფლებას ყველაზე დიდ ხანს. როგორც ძველი სიბრძნე გვასწავლის, თევზი თავიდან იწყებს ლპობას. ესეც ხომ სახეზია. ჩვენ ვიცით, რომ მოხელი ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, მათ შორის დეპუტატები არიან სხვადასხვა ბიზნესში, ან მონაწილედ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მეშვეობით, ან კრიშავენ ამ ბიზნესებს, ან უბრალოდ მათ დაუწესეს გარკვეული ყოველთვიური გადასახადი და მათთან მიაქვთ კონვერტში. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ხდება ეს? დეტალები მეორე ხარისხოვანია. თვითონ პრინციპია. ზოგი აეროპორტებს აკონტროლებს, ზოგი ავიაკომპანიებს აკონტროლებს, ზოგი აკონტროლებს სასტუმრო ბიზნესს, ზოგი პორსაცხობებს და ასე შემდეგ და ყველა სფეროა მოცული. როგორ შეიძლება ეს იყოს დადებითი მაგალითი მომავალი თაობებისთვის და დაფიქრდეთ ამაზე. საით უბიძგებენ, საით მიყავთ ეს ყველაფერი. მაგრამ სამწუხარო რეალობა ისიც არის, რომ ორი თაობა გაიზარდა სუსტი ელიტის პირობებში, რომელმაც ვერ დაანახა პოლიტიკური სიმწიფე და სიმტკიცე მომავალ თაობებს. რომ ნახოთ, ეს პოლიტიკოსები რამდენ პარტია შემოვლილები არიან, რამდენ ღობეს გადაახდნენ, გაოცდებით. სად არ ყოფილან? სოციალისტებიც იყვნენ და ფედერალისტებიც იყვნენ, დემოკრატებიც იყვნენ და ლიბერალებიც იყვნენ და დემოკრატებიც იყვნენ. ყველაფერი მოსინჯული აქვთ. ძალიან ბევრ მათგანს უკოტრიალია სხვადასხვა პოლიტიკურ საწოლში. ამიტომ მე მათგან არ მოველი რაიმე სასიკეთოს ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, სამათეულზე მეტი წელია, როდესაც ახალგაზრდა თაობები ერთი მეორის მიყოლებით, ვინც იზრდებოდნენ, უყურებდნენ ასეთ არამდგრად პოლიტიკას ქვეყანაში, არამდგრადი ფსიქიკის პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთ დღეს ერთს აქებდნენ და მეორეს აწაგებდნენ, მომდევნო დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ასე იყო ყველა მიმართულებით. ვისაც შეუძლია პრიმიტიულ რაღაცეებზე საუბარი, მაგრამ არ შეუძლიათ თავ დაუზოგავად და უანგაროდ არაფრის გაკეთება. აუცილებლად რაღაცას უნდა გამორჩნენ, აუცილებლად რაღაცას უნდა მოელოდნენ იმისათვის, რომ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ერთი ორი სიტყვა როგორღაც თქვეს. ეს აუსწავლებიათ, რადგან უანგარო სამსახური ქვეყნისთვის არ მოსულა.
კაპიტალისტურ, ყაჩაღურ, ჩაგვრელ სახელმწიფოში. ახალგაზრდები თავს უიმედოდ გრძნობენ და კარგავენ საკუთარი ქვეყნის მიმართ ნდობას და ალბათ პატივისცემასაც. ამიტომ ყველა დასავლეთისკენ მიისწრაფეს. სადაც საქმე ჩვენს ქვეყანაზე უარესადაც ქია, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაცის გამოსწორება. ჯერ კიდევ დღევანდელი კერპები ზედმეტად ზედაპირულები გახდნენ. უფრო სარეკლამო კლიპებს დაემსგავსნენ. არავინ დარჩა ქვეყანაში ისეთი, ვისაც უნდა აფასებდნენ. ან მიბაზვის ობიექტი იქნებოდა. სპორტსმენები, მსახიობები და მომღერლები ვერ შეცვლიან ეროვნულ გმირებს, რადგან ისინი ქარით მოტანილი არომატია და მალევე ავართქლდებიან. და ვინც მათ აღმერთებს, განვითარების ფსკერზე დარჩნენ და არაძლევენ საშუალებას ახალგაზრდობას რეალურად შეაფასონ, ვინ შეიძლება იყოს გმირი, ან რომელი ფენიდან შეიძლება წამოვიდეს გმირი, რომელიც მართლა გამოადგება ქვეყანას თავისი სახელით და თავისი საქმით. ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური ლიდერები ვერ დაიბადებიან ამჟამინდელ სისტემაში, რადგან ადამიანები იზრდებიან როგორც ლაბორატორიაში, ამიტომაც არიან უსახურები, როგორც ინკუბატორში გამოყვანილები. მეც რომ არ თქვა, თქვენც ალბათ ხედავთ ამას და არაერთხელ დაგიჩივლიათ იმის შესახებ, როგორ ყველა ერთმანეთს გვანან, როგორ ყველა ერთნაირად საუბრობს. და საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ისაუბრო, ეს მთავრდება არაფრით. ან ჩანს, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იხცვიან. ჩვენი ახლო წარსულის, ბრძოლის, შრომისა და ტკივილის პატივისცემა დღევანდელ ახალგაზრდებში მზარდი ცნობიერების ნიშანი უნდა გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მომავლისკენ ყურება. დიახ, ქვეყნის მომავლისკენ ყურება და ამის ვალდებულება უნდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს, რომ ვიფიქრონ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა უკეთესი და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. ეს უნდა იფიქროს უბრალო მოქალაქემაც, მუშამ თუ გლეხმა და ასევე პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა. განა ყველას არ გვწყდება გული, როგორ უნიჭოთ დავკარგეთ ჩვენი წინაპრების დანატოვარი და სულელურად შევეცადეთ მის დავიწყებას. თითქოს ეს ჩვენი ხელით არ მომხდარა. მაგრამ ახალგაზრდა თაობა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. ეს თქვენი მამების თაობის დროს მოხდა. ამიტომ ეს უნდა იყოს მცდელობა მოვისმინოთ და მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდან ახალი ქვეყნის, ახალი წყობის აშენების სურველთა აზრი და ამისთვის საჭიროა იმისი აღიარებაც, თუ როგორ უნიჭოდ გაფლანგეს ის ჩვენმა თანამედროვეებმა. ამისი გაგება უკვე იმაზე მიუთითებს, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ გააზრებულად ემოციების ყვირილისა და აურზაურის გარეშე და ნამდვილად დავაფასოთ ის, რასაც ჩვენი წინაპრები აფასებდნენ. ისინი ვინც არ გაიქცნენ, არამედ ნამდვილად დააშენეს ეს ქვეყანა. და რაც მთავარია, საქმე ეხება არათუ სურვილს, არამედ გამბედაობასაც, რათა ეძებოთ სიმართლე საპირისპირო მოსაზრებების ქაოსშიც. ეს აუცილებელია. ვიცოდეთ საპირისპირო აზრის მოსმენაც და თუნდაც ის ქაოტური ინფორმატიული ქარიშხალი, საიდანაც უნდა გამოვიტანოთ მთავარი, თუ რას უკავშირდებოდა და რა იყო იქ მნიშვნელოვანი, რომლის გამოყენებაც არ გამოვრიცხოთ, რომ იქნება შესაძლებელიც და ალბათ აუცილებელიც კი. ანუ ხშირად ქაოსშიც იბადება ის რაციონალური, რომელიც ჭირდება ქვეყანასერსა და ბერსა. ახლო წარსულის ბრძოლის, შრომისა და ტკივილის პატივისცემა დღევანდელ ახალგაზრდებში მოახდენს ცნობიერების ზრდას. ეს თქვენ გძალოთ, მეგობრებო, და იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მომავლისკენ მზერისა, მიუხედავად იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს არის მცდელობა მივაყურადოთ ჩვენს უახლოეს წარსულს, რათა დავინახოთ მიზეზი, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, რატომ ვართ ამ ვითარებაში ჩავარდნილი, სადაც ვართ. მოვუსმინოთ ამ წარსულიდან იმ ადამიანებს, რომლებმაც ააშენეს ჩვენი ქვეყანა და როგორ უხეშად გაფლანგეს
ის ჩვენმა თანამედროვეებმა. ამისი გააზრებით ეს უკვე დაგვანახებს, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ჭკვიანურად და მშვიდად ყვირელისა და აურზაურის გარეშე და სწორად დავაფასოთ ის, რასაც ჩვენი წინაპრები აფასებდნენ, რომლებიც არ გაიქცნენ, არამედ დარჩნენ და ჭეშმარიტად ააშენეს ეს ქვეყანა. და რაც მთავარია, საქმე ეხება უბრალო ადამიანურ გამბედაობას. ვეძიოთ სიმართლე საპირისპირო მოსაზრებების ქაოსშიც. ნუ შეგეშინდებათ და მოუკიდებლად ფიქრისა, რათა გათავისუფლდეთ კლიშეებისგან, რომლებიც თავს მოახვიეს სსრკ-ს, დიდ სახელმწიფოს და სტალინს. ამიტომ გასაჭირში ჩავარდნილ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობა აიღებს პასუხისგებლობას საკუთარ თავზე და იფიქრებს, როგორ დაიხსნას ქვეყანა გაჭირვებისგან, როგორ წესი ეძებენ ძლიერ ფიგურებს და მათ განიხილავენ როგორც ორიენტირს. ამიტომ მოუწოდებ ახალგაზრდებს, აიღეთ ხელისუფლება თქვენ ხელში და გაწმინდეთ ქვეყანა. და იმისათვის, რომ გყავდეთ ორიენტირი, რომელიც გაგინათებთ გზას თავისი სწავლითა და მაგალითით, აუცილებელია ამ გენიოსი ადამიანის სიმბოლოს ამაღლება. სწორედ ისეთისა, რომლითაც ნებისმიერი ინტელექტუალური ერი იამახებდა. თუ თანამედროვე ოლიგარქიას დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებთ, თვითონ სტალინის ამ უნიკალურ სახელს შეუძლია დაძლიოს კორუფციაც, სიღარიბეც, საცოწარკვეთა და რა თქმა უნდა უიმედობა. ჩვენ ყველა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ისტორიას უნდა შევხედოთ არა იმ პრიზმაში, თუ ვინ არის მართალი და ვინ არა. საქმე ეხება იმას, თუ როგორ იღებდნენ ადამიანები გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებულად რთულ ვითარებებში. ისეთ ვითარებაში, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. და მაინც ისინი იყვნენ ჩვენი დიდი ბებიები და დიდი ბაბუები, ჩვენი ბაბო-პაპები. თქვენ ამ ძლიერი ხალხის შთამომავლები ხართ, რომელსაც საკუთარ გენეტიკაში ატარებთ იმ აზრს, რომ არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა შეგეშინდეთ სირთულეებისა. იბრძოლოთ თქვენი სამშობლოსთვის, თქვენი წინაპრების წარსულისა და თქვენი შვილების მომავლისთვის. და არ მისცეთ უცხო ინტერესებს, ვინმე საქმოსან პოლიტიკოსებსა და შემთხვევით ადამიანებს, რომ დაისვათ კისერზე და თქვენი და თქვენი ქვეყნის კონტროლის უფლება ჩააბაროთ. დაიმახსოვრეთ, რომ მონარქები და ოლიგარქები ნებაყოფლობით ძალაუფლებას არ თმობენ. ეს უნდა გვესმოდეს და მინდა რომ ეს გაითავისოთ. ჩემო მეგობრებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, დაახლოებით 10 წლის წინ სოციოლოგებმა გამოიკვლიეს კაცობრიობის ყველაზე გავრცელებული შიშები. სიკვდილის შიში ყოველთვის იყო, ან რა გასაკვირია. მაგრამ თანამედროვე სამყაროში კი ცხოვრების აზრის დაკარგვის შიშია ყველაზე მაღალი. და მაინც ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ორივე მხრიდან არსაითკენ მიმავალი გზაა. ამიტომ ნებისმიერი მოაზროვნე ახალგაზრდისთვის ვერ წარმომიდგენია რაიმე უფრო საშინელი, ვიდრე ცხოვრების აზრის დაკარგვა. ის, რისთვისაც ამ პლანეტაზე დადიხართ. იბრძვით თქვენი ოჯახისა და ხალხისთვის. შეიძლება გახდეს უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილის შიში. უფრო საშინელი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაკარგვა. და სწორედ ამიტომ გვაქვს მსოფლიოში სამი ძირითადი დეფიციტი. ესენია გაგების დეფიციტი, ნდობის დეფიციტი და აზრის დეფიციტი. აზრის დეფიციტი, ისევე როგორც სიყვარულის დეფიციტი, ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეფიციტი დედამიწის ზურგზე. და ბოლოს, დღეს ჩვენი გამაერთიანებელი ძალა არ არსებობს. ჩვენ დაშლილი ქვეყანა ვართ და საბოლოოდ გახლეჩილი ერი. ჩვენი გამაერთიანებელი, შემკოწიწებელი და შემდუღებელი არც ძალა არსებობს, არც იდეოლოგია და არც ვინმე სულიერი არსება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მით უმეტეს ბარიგებისა და ფინანსური აფერისტების ეპოქაში. მას შემდეგ, რაც გაანადგურეს წარმოების რესურსები, ყიდიან ყველაფერს, რაც დარჩა ღირებული ერისა და ქვეყნისთვის, მიწას და ადამიანურ რესურსებსაც, რაც იწვევს
ერის მთავარი ღირებულებების ადამიანური რესურსების დაკარგვას. 1,5 მილიონი კაცი რომ გაედინება ქვეყნიდან და დღეს ეს ტენდენცია არ შეჩერებულა, ეს მაგისი ყველაზე მწვავე მაგალითია. ერისა და ქვეყნის ერთადერთი გამაერთიანებელი სიმბოლო დღეს შეიძლება იყოს ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი და მისი წარუშლელი სახელი. სტალინის იმხელა ენერგეტიკა აქვს, რომ მას დღესაც კი შეუძლია გაგვაერთიანოს როგორც ერი. ამის გარეშე ჩვენ დავიღუპებით. იფიქრეთ ამაზე, მეგობრებო. იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იმ აზრებს, რომელიც მე მოგაწოდეთ და ის გულის ტკივილი, რომელიც გაგიმხილეთ, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ საკუთარი რესურსების მობილიზება, გონებრივი პირველ რიგში, ადამიანური და გადააფასოთ ყველაფერი რა იყო გუში, რა არის დღეს, რა შეიძლება იყოს ხვალ. ამან შეიძლება გიბიძგოთ იმისაკენ, რომ ყველა ჯანსაღი ძალები გაერთიანდეთ და ერთად შექმნათ ის აზრი და ის მოქმედების გეგმა, რომელიც სამშვიდობოს გაიყვანს ჩვენს ქვეყანას. მე აზრს მოგაწვდით, რომელიც სტალინმა თავის გარდაცვალებამდე დაწერა ან გამოთქვა. ადრე ბურჟუაზია თავს ლიბერალურობის უფლებას აძლევდა. ბურჟუაზიულ დემოკრატიულ თავისუფლებებს იცავდა და ამით ხალხში პოპულარობას იძენდა. ახლა ლიბერალიზმის კვალიც აღარ დარჩა. აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული პირადი თავისუფლება. პიროვნების უფლებები ახლა მხოლოდ კაპიტალის მქონეთათვის არის აღიარებული. შეხედეთ, თითქოს პირდაპირ დღევანდელ დღეს ესაუბრობს. როდის აქვს ეს ნათქვამი და დაწერილი? ბოლოს. ახლა რუსეთში დაიწყეს ატომური ყინულმჭრელის მშენებლობა, რომელსაც თავშივე დაარქვეს სტალინგრადი. ანუ ეს იქნება ყველაზე ძლიერი ყინულმჭრელი, რომელიც თავისი სახელის დონეზე შეასრულებს თავის მოვალეობას. მადლობა, რომ ჩვენ ერთად ვართ. მადლობა, რომ ერთმანეთს კიდევ გაუზიარებთ ჩვენს აზრებს და დაწერეთ თქვენს კომენტარებში. გაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს, რომ იმათაც მოусმინონ და თავისი შეფასება ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და იმედია იქნებით გონიერები და ჯანსაღები, რომ ერთად მიხედოთ თქვენს სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. კარგად მენახეთ.